თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელს შესაძლოა პოსტი დაატოვებინონ დავით ონოფრიშვილის ჩანაცვლების ინიციატივა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან წამოვიდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტის ხელმძღვანელის პოლიტიკური კუთვნილებით სოზარ სუბარია უკმაყოფილო. ონოფრიშვილი უმრავლესობის გადაწყვეტილებას ელოდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეცვლა 76 ხმა სჭირდება. სახაზინო მონაცემები და კონკრეტული ციფრები საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სოზარ სუბარის ბრალდებების საპასუხოდ წარუდგინა. ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილების მინისტრმა ყოფილი თანაგუნდელი ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა და ოპოზიციის წევრის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ყოფნა გააპროტესტა. სიცრუის ტირაჟირება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს ოპოზიციონერი. ეხლა როგორ შეიძლება ოპოზიციონერი თუ განმისაზღვროს ქვეყანის ბიუჯეტს და რაში ხარჯვა ფული, მაშინ ის ყოფილა ხელისუფლება და მე ვყოფილი ვარ ოპოზიცია. დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის დევნილთა სამინისტროს მიერ აუთვისებელი ბიუჯეტის გამო დაიწყო. იმ დროს, როცა შენობებიდან გამოსახლებას და ალტერნატიული ფართის არარსებობას დევნილები აპროტესტებდნენ, სამინისტრომ სწორედ ამ მიზნით გამოყოფილი თანხა ვერ გამოიყენა. დავით ონოფრიშვილი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და სამთავრობო გუნდს კრიტიკას მომავალშიც პირდება. გადავაყენოთ, დავნიშნოთ ჩვენიანი და ის არ გაგვაკრიტიკებს. ეს სამარცხვინო იქნებოდა უბრალოდ ქვეყნისათვის, ან ესეთი მიდგომა ზოგადად. ამიტომ თუ მე ცუდად ვასრულებ მოვალეობას, ეს სხვა საკითხია, მაგრამ იმიტომ რომ მე ოპოზიციონერი ვარ და გავაკრიტიკე ესა თუ ის სამინისტრო, იმიტომ რომ ცუდად ხარჯავს ან არასწორად ხარჯავს, ამაზე ხდება ეს ამბავი, ეს უკვე ბევრ კითხვებს ვადებს. დავით ონოფრიშვილის პოსტიდან შესაძლო გადაყენებას უმრავლესობაში განსხვავებული შეფასებები მოყვა. ამ საკითხზე დისკუსიის გახსნა გია ვოლსკიმ მოითხოვა. კოალიციის რესპუბლიკელმა და ეროვნული ფორუმის წევრმა დეპუტატებმა კი თანაგუნდელებს ევროპული მაგალითები შეახსენეს, სადაც საბიუჯეტო სახსრების უკეთ კონტროლის მიზნით საფინანსო კომიტეტს სწორედ ოპოზიციის წევრი ხელმძღვანელობს. რთული იქნება ამ თემაზე მისთვის მუშაობა ოპოზიციური ფლანგიდან, თუმცა ძალიან პროდუქტიულია და ეფექტურია, როგორც თავმჯდომარე. ზოგან საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს წერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენელი უნდა იყოსო. და რატომ? იმიტომ რომ მთავარი ფუნქცია პარლამენტის კომიტეტებისა, გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, არის კონტროლი აღმასრულებელი ხელისუფლებისა. მე მირჩევნია, რომ იყოს ოპოზიციაში, მაგრამ მისი მოსაზრებები უფრო მეტად არგუმენტირებული იყოს, თუ თქვა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ექნება კონკრეტული მოსაზრებები. უმრავლესობის ყოფილ წევრებს თავისუფალ დემოკრატებს პარლამენტში 3 კომიტეტის თავმჯდომარის და 1 ვიცე-სპიკერის პოსტი უკავიათ. ალასანიას თანაგუნდელების ოპოზიციაში გადასვლის მიუხედავად, მათ საპარლამენტო თანამდებობები არ დაუტოვებიათ. თავისუფალი დემოკრატების წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ აუთვისებელი ბიუჯეტის გამო შესაბამისი სამინისტრო მისმა კომიტეტმა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც გააკრიტიკა. ცაგარეიშვილი ყოფილ თანაგუნდელებს გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს. საუბარი მუდმივად რომ ეხა მე შენ გადაგაყენებ და შეგცული მე არ ამგონია ეს ვინმე ღირსებას მატებდეს, ამას პირდაპირ გეუბნებით. მრავალჭირნახული კაცი ვარ ამ შენობაში. ამაზე უარესები მინახავს და აი მეღიმება ეხლა თქვენ როცა ამ კითხვას მისვავთ, უნდათ გააკეთონ ეს. თუ ამაზე მეტი პრობლემა აღარ არის ამ ქვეყანაში, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საერთოდ საქმე. კომიტეტის თავმჯდომარეების შეცვლას საპარლამენტო რეგლამენტი განსაზღვრავს. ახალი კანდიდატურები პარლამენტმა კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს, რასაც 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.